გურია 1905-ში უკვე იწყებს ყველაზე აქტიურ მოქმედებას, აჯანყებას. ვორონცოვ დაშკოვმა გადაწყვიტა, რომ ალიხანოვ-ავარსკი გაეგზავნა. ცნობილი გენერალი, ოცნობილი თავისი სისასტიკით, განსაკუთრებით უყვარდა აჯანყების ჩახშობა. გენერლები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: ცნობილი სამხედრო კუთხით თვალსაზრისით, ფრონტზე მიღწეული წარმატებით და აჯანყების ჩახშობაში. ეს ალიხანოვ-ავარსკი ამ კუთხით გამოირჩეოდა. გურიაზე წერს გოგებაშვილი, აქვე შეგვიძლია ვნახოთ, რომ პირველებმა გამოიღვიძეს, აირჩიეს განმათავისუფლებელი გზა, შეიმუშავეს ნამდვილი დემოკრატიული პროგრამა და ამ პროგრამის განხორციელებას შეუდგნენ. სამაგალითო მხნეობით, იშვიათი გმირობით, საარაკო ვაჟკაცობით, აღფრთოვანებულები იყვნენ თერგდალეუნები, რასაკვირველია მათი მოსაზრებები ძალიან განსხვავდებოდა სოციალ-დემოკრატიისგან. ისინი იდგნენ ეროვნულ ნიადაგზე, საფეხურზე, სოციალ-დემოკრატია პირიქით, ეროვნულ გზას არ ცნობდა. სოციალიზმი, იცით რომ ფიქრობდა მსოფლიო გაერთიანებას და ეროვნება მათთვის პირიქით ხელისშემშლელი იყო.